რომანიაში ამ ვიდეოში ხედავთ არსებობის მეხუთე სეზონის მესამე სერიას აუცილებლად შევუჩერდეთ და უყურეთ. ვინც არის ის მეგობრებო, გამოიწერეთ შემოქმედის სახით, დაურაიკეთ, რათა არ გამოგჩნიეთ შემდეგი ვიდეოები შემოქმედის, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა არ გამოგჩნიეთ ჩემს მიერ დადებული ვიდეოები. დაიწყოთ აბა ნახოთ რა მოხდება ამ სერიაში. დამშვიდეთ კაცო, არა მიწესრა. ნიუტონი ფიქრობს უბრალოდ. ვუი, გამისკდა გული. მოხვედით? აია, წამოხის სახში ავიდეთ და მოვცხოთ, მაგრად ვიღადავებთ. რაც ჩემი სიძე ხარ, სულ ერთხელ იყიდე რაღაც. ერთხელ. და ეგეც მაგიდა კი არა ჟირაფია. მართლა გეუბნები ეს კაცი საოცარია და მაგარი ვიდეოებს აკეთებს რა. საღორ არ დაუკარგოთ ამ კაცშქარმა. და რა მაგარი მომენტი არის. ჟირაფი იყიდეო და რასასაცილო არის ჟირაფის თავი რო აქვს. გააგზავნოთ ფერი. ავანგარდული მაგიდა. ეროტიული ქროსვორდების გარდა რომ სხვა რაღაცებსაც ყიდულობდე გეცოდინებოდა. ერთი ქათმების ფერმა გქონდა და ეგეც პოლიკას მიყიდე. რომ აღებული ფულით დაგელია მერე. რა გულის ამრევად ციხარ, წელში მაინც გასწორდი. სახამოს გავსწორდები წელში. მე და შენი შვილი რო საძინებელში ავალთ. საღოლ მამა. ჩაიხვია შენი შვილი. შემთხვევით დააორსულე და მაგითო ხართ ერთად. ხო არ გონია მართლა ევასები. შემთხვევით კი? ეგრე შემთხვევით გაგაჯმევინებ შენ სამსახლიდან. რა თქვი? ეკოთ რა, ამოვიდა ყელში თქვენი ეგოების ჭახაჭუხი. ორივე ჩემთან დადიხართ ფულის სათხოვნელად. ამ ოჯახში კაცი ვარ მე. შენ შეიძლება კაცი ხარ, მაგრამ ამ ოჯახში პიტალო არის მამა შენი. ყვილი შეკავებას რომ შეძლებ პიტალოს ხვებს მერე დაუძახე. ყოველ შენ გადახრაზე ვიღაცა პოლიციაში რეკავს, საიდანაც გაზი ჟურნალსო. პოლიკ, დროზე, პაჭოსთან წამოდი. გაიგაიო სამშვიდი, რატო ხარ აცუნდრუკებული? ბიჭო, რაღაც კარტები დაითრია, სასწაული რამეა, უნდა ნახო. რა? კარტები? ეგ პარტახი, წამოწავიდეთ. კობა გაიძრო, რა ხდება ბიჭო? გააგზავნოთ. სალამი შარქებო, მე კობა ვარ, ეს ქეშქეშა და თქვენთან გასაოცარი იდეით ვართ მოსულები. და დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ინვესტორებიც გახდებით. ნამდვილად ასეა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ჩავყაროთ? რა ჩავყაროთ? ისა რა, პრეზენტაციაზე გადადი. ისა, ბატონო გივია. მოდი ასე გითხავთ. ჩაყრის წინ, რა პრობლემას აწყდებით ხოლმე? მონდი ასე გეტყვი რა, მე მაგ რაღაცას არ მოვიხმარ. რას ამბობ, რა საინტერესოა? დაბარა ჩალიჩობთ. ახლა გეტყვი რა, დგები დილის 3:15 ანგლია. ან გაღვიძებიდან 17 წუთი მივშტერები ვარ ჭერს. ძალიან საინტერესოა. იქნებ გაგვაცნოთ თქვენი პროდუქტი. დიახ, გინახავთ ტიპები, რომლებიც სათითით დადიან აქეთ-იქით? ეგრევე ფიქრობ, რომ ამას ჩაყრა ევასება. და იცით ასეთი ადამიანები რამდენია? სწორედ ამიტომ იმ დღეს მე და ქეშქეშამ ჩავყარეთ და მაგარი იდეა მოგვივიდა. წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს. სათითის შემცვლელი. სათითის შემცვლელი, სულაც არ გავს სათითეს. ეს უფრო რაღაც ნაწილს წააგავს სანტექნიკიდან. მაგრამ თუ დაატრიალებ, უცებ სათითეთ გადაიქცევა. კაციშვილი ვერ გაიგებს რომ სათითე დაგაქვს. ეს იდეა რომ ჩაყარეთ მერე მოგივიდათ ხომ? როგორც ჩანს, ახალი ამბავი არ იცით. თქვენი ბიზნესი კრახისთვისაა განწირული, რადგან ჩვენი ქალაქის ახალმა მერმა გუშინ ეგ თქვენი ბალახეული არალეგალურად გამოაცხადა. ანუ ვეღარ ჩაყრით და თუ ვეღარ ჩაყრით, ვერც სათითის შემცვლელებს გაყიდით. რა? ეგ არაფერი, კობას რეალობის მანიპულაცია შეუძლია. უცებ დავაკანონებთ. ქეშქეშ, რაც გავქრი იმის მერე რაღაცები ცოტა სხვანაირადაა. მოიცა, ანუ დაგვენძრა? დაგვერხა. აქ რა გინდა დითაო? რა ხდება პარტახო? რაღაც კარტები დაუთრევიაო, მანახე ერთი აბა. მოიცა. და შენ ვინ დაგპატიჟა? მოუსვი აქედან. ბაჭო,
ყველამ შვენივრად ვიცით. აი გაიოზით დაგიდასტურებს აგერ. პატარა რომ მიყავი ტრაქში ქვიშაში გეყარა და მაგის გამო ახლა შიგნით რომ არ მიშვებ. ვაფშე არ მჭირდება ეგ შენი რაღაცა კარტია თუ რაცა. მაგრად მკიდია ძმაო. ხო? კაი, ეგრეა ნამდვილად. ვა, სერიოზულად დამეთანხმე? კი, ტრაქში ქვიშა მაქვს შეყრილი. აუ, რა მაგარი კარტი ვითრია, იცი? ხო, რა კარტია, აბა? ბიჭო, აი, მეგობრებმა უნდა ითამაშოთ რა ერთად. პროსტა ისეთი გადაობაა სიცილისგან ცუდად გახდის. ვა, გადაობ? არა, მართლა, საუკეთესო რამეა რაც მინახავს. გინდა შენ თამაში? კი, მინდა. მაგრად გინდა თუ ისე რა? მაგრად მინდა. შეპარტახო, გააღეკარები. აი რატო არ მევასება? გაიოზაგე პანჯარა, წამოიქიდან უთალთვალოთ. ვინ იყო? პოლიკა ვინ იქნებოდა? თამაში მოუნდა ბიჭს. მერე არ შემოუშვი. ბიჭო, რამდენი ხანია მთელ ქალაქში დადის და ყველას ეუბნება, რომ ტრაქში ქვიშა მაქვს შეყრილი. რავალდებული ვარ შემოუშვა. ახლაც ნახე პანჯარასთან როა ჩასატკავებული. არ შევიმჩნიოთ, თვითონ არ ვიცით რომ გვიყურებენ. თამაში მოვსხოთ და უფრო მოვანდომოთ. ბაზარი არა. კაი, მოკლედ თამაში ასეა. ხო ვიცით უკვე ეგ. პოლიკა მარიცის. რაც უფრო მეტად გაერკვევა იმაში თუ რას თამაშობ, მით უფრო მოუნდება. მოკლედ, კარტში არის კითხვები და პასუხები. ერთი ტიპი კითხვებიდან იღებს ერთ კარტს და კითხულობს. დანარჩენებს პასუხები დაგირიგდებათ და უნდა ეცადოთ რაც შეიძლება სასაცილო პასუხები გამოგივიდეთ. რა ვიცი, აბა, ჯერ ვერ გადავირიე. ამის გამო ატყდა ერთი ამბავი? უყურე. მოდი მსაჯული მე ვიქნები ამ ხელში. მოკლედ, კითხვა. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? არა ძმა გეშლება მე მალიანი ვარ. კაი, მაუგლი. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? მამა, 7 წელია არ მინახი ხარ, როგორ ხარ მენატრები? ჭახან შენი ჯერია. ატეხილი ვარ და მოგწერე. პრობლემა ხომ არ არის? არა უშავს იდეალური არავინაა. აი მაგალითად შენ ხარ. ხო, არ ხადაო. ჭახანა მოიგო ეს პარტია. ახლა შენ უნდა დადო კითხვა. კაი, დაიცა. გასწორა გუშინდელმა დეითმა, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ შენ გააკუე. გამარჯობა, გონი ნომერი შეგეშალა. მე კურიერი ვარ, აი გუში რო კიტრი და ვაზელინი ამოგიტანე. ბაჭო შენი ჯერია. გასწორა გუშინდელმა დეითმა, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ შენ გააკუე. ახლა ხანს ჩავიჯვი, მოგწერ ცოტა ხანში. ეს პარტახი, სად დაითრია ეს კარტები, ბიჭო? ბიჭო როგორც მახსოვს ვიღაც ჩათლახებისგან ვიყიდეო. ჩათლახების მეც რას ვიცნობ? აგერ ერთ-ერთი მე ვარ. უფრო კონკრეტული პასუხები მჭირდება გაიოს. არა ბიჭო ეგრე ქვია კომპანიას. რა, კაცო ჩათლახი? ხო, კაი, პირველ რიგში პაჭოზე მილიონჯერ უკეთესი ხის სახლი უნდა ავაგოთ და ეგ ჩათლახი კარტიც ვითრიოთ. ეგ ხა მაკლია, პაჭოს ჩემზე უფრო ხოდიანი თემა კონდეს. ამას ასე არ დავტოვებ? სად არის ამდენ ხანს? რა ვიცი მე დაურეკე კაცო. ისე იცოდი რომ ზარმაცა იმდენად ზარმაცი არსებაა, რომ სავსე კუჭითაც შეიძლება მოკვდეს. ზუსტად ეგ მჭირს მათემატიკის გაკვეთილებზე მე. ყველაფერზე ვიცი პასუხი, უბრალოდ ხელის აწევა მეზარება. ბავშვი ზარმაცები ხიდან იმიტომ ვარდებიან რომ ტოტების მაგივრად საკუთარ ხელს ეჭიდებიან. ვირაში ერთხელ ისაქმებენ ზარმაცები. თან მაგ დროს ხიდან ჩამოდიან, სადაც იდეაში ყველაზე დაცულები არიან. რომ ქვემოთ რაღაც რიტუალისტურ ადგილას მოისაქმონ. მეცნიერები აზრი არ არიან რატომ შვებიან მაგას. ისე კურს რომ საკუთარი ტრაკიდან შეუძლია ისუნთქოს იცოდი? აღარ მოვა ის კაცი. რა სისულელებს მებაზრები რა, უსუნთქავს ტრაკიდან. სხვათა შორის ასეთი რაღაცები ბევრს აინტერესებს. ხოდა TikTok-ი გააკეთე და იქში ბაზრეთ დაინტერესებულმა პირებმა. გამარჯობა გენაცვალე. როსტომა შენ ხარ? ხის სახლზე რომ დაგირეკეთ. მე ხის სახლების მეტი რა მიკეთებია ძმაო, როგორც ჩემი ხუთი დიდი ისე ვიცი ეგ საქმე. მეძვირე ხო არ ხარ? მე ძმაო, აი კაპიკს არ დაგიმატებ, რაც იქნება საყიდელი და ხელობა, ეგ არის. კაი, აბა, წამო ხეს განახებ, სადაც უნდა ავაშენოთ. აი ამ ხეზე მინდა რო ავაშენოთ რა. ხეს დედავს, მოტყული, ხეს დედავს, მოტყული ძმაო. მე რომ ცოდნოდა ძმაო, აქ ასეთი სიტუაცია დავხვდებოდა, ვაფშე არ მოკიდებდი ხეს ძმაო.
ეს ხე ვაფშე ამოსათხრელია და თავიდანაა დასადგამი. აქ რო რამე გავაკეთოთ ჩვენ, ხვალ ისევ ჩამოინგრევა და თავიდან იქნება გასაკეთებელი. აი, უნდა დაგაჯვა. არა, გაჯი, რა თქმა მან ძმა. არა, შენ ვერ გამიგე. აი, აქ უნდა დაგაჯვა მეთქი. შენ ბიჭო ვისაბოლებ. პოლით, მოჟრაჟი არ გინდა. ოჩახ შემოქმედ ძალიან მაგარი სერია, ძალიან მეწონა. თქვენ ამდენ ქურას დაუწერეთ და აუცილებლად დამიკონეტარებთ. მეუწერე რამ შემოქმედს ადიდან არ ქურას. და გააგზავნოთ პერიოდული რაპარაკო. ვარანი მიყვარხართ, მაგრამ ჩვენ ვართ ერთად. გამოიწერეთ და დამიკონეტარეთ რა გადავიღო და გადავიღებ. რატო არ მიკონეტარებთ? გააგზავნოთ. პრინციპში ისეთიც არაფერი არა ახლა რომ ვუყურებ. უბასოდ გაგიგეთ, მე ამაში ზოგადად ფულს არც ვიღებ. ვალდოს. აი ბიჭო, ხელობა ზოგადად ძალიან დაზაბაზებელი პროფესია. აზროვნებასაც მოითხოვს, დემოვნებასაც. და აი, ასეთი როჟები იმენა, თელ პროფესიას ულახავენ სახელს, რატო არ იძლევა, ხო არ მოკდა? ხوار გადაობიჯო. ქეშქეშა და კობა სად არის? წვიმაში არიან. გააგზავნოთ. არა და ჩემ ძმას რო ვეუბნებოდი გავაქირავოთ ეს სახლი თქო. არაო, არ მინდაო, მანდო ვინ იქირავებსო? მაგერ თქვენ პირველი სტუმრები ხართ. ხა, გობა, რამ გადაგრია ბიჭო, აქ რა გვინდა? ქეშქეშ, შენ ვერ ხვდები. სანამ ჩაყრას დავიწყებდით, არ გახსოვს როგორი ვიყავი. იმიტომ შევიცვალე რომ ბალახი ამაზრებს თრგუნავს. ახლა კიდე იმდენი ხანი არ ჩამიყრია, არ ვიცი რა მოხდება. ხო, მარა, აქ რა გვინდა შეჩემა? უნდა გავიხიზნოთ ბიჭო. გონება ცოტა ხნით ყველაფერს მოვაშოროთ. აქ სულ ასეთი ამინდია ძია კაცო? არა, რას ამბობ? ტარტარახანებში საუკეთესო ამინდი გვაქვს. რა შვება როსტომა? დაიწყო მუშაობა. კი, მუშაობს. დაუბრუნდა ხელში მგრძნობელობა, ანუ? კი, დაუბრუნდა უბრალოდ ვოლტუსი შეუცვა შარვალი გამოუწვა ტრაქთან და აშკარად ვერ ხვდება. ტრაკად მოგდებული მუშაობს? ხო, აი მაშინ მეორე ამბავს მივხედოთ ახლა. კარტი გვაქვს და სათრევი და მაგათი ინსტაგრამიც გავაძრე. ვისი ჩათლახის? არა, ტრამპის. ჩათლახების ხო? დაიცა მივწეროობა. გამარჯობა. ის კარტი მინდა ბაჭოს რომ მიყიდეთ. გამარჯობა, ბაჭო ვინ არის? გამოჩენილი ქართველი კლოუნი. რაღაცა კარტი აქვს თქვენგან იყიდა უეჭველი. ალბათ ჩათლახი დიალოგი გინდათ. ხო რა, ალბათ ეგ. რავი, კიდია რამე? საარშიყოც გვაქვს. რაღაცა საარშიყო კარტები გვაქვსო ბიჭო. საარშიყო? ნაშების პონჩი? არ ვიცი, შეიძლება მოყვება ეგენი? კითხი აბა? საარშიყო ანუ ნაშების პონჩი? კი, რატომაც არა. იმენა ნაშებთან ერთად სათამაშოა რა. და ნაშები მოყვება? არა, ნაშები თქვენ უნდა ააგდოთ. და რომ დავამატოთ თანხა, მაინც არ მოყვება ნაშები? მაქსიმუმ ვეცადოთ რომ ვინმე ნაშა კურიერს გამოვატანოთ. რაღაცას გვაბოლებენ ესენი ძმა. რატო? ნაშა კურიერი გინახავს სადმე? რავი, რას გაიგებ? მაგათ ხო უმეტესად ჩაფუტები უკეთიათ. ხო, ეგეცაა მომენტ. დაიცა. კარგი. დღეს შეძლებთ მოტანას? აუ, დღეს ვერა, ეზარება ჩვენ ჩათლახ კურიერს. მაშინ ხვალ დილის 9-ზე? რა იყო ხაშია? ამათ აშკარა ცოტა თვალში ვეპატარავებით, რატო? ვიღატავებია მგონი. ესე იგი ეგრე უნდათ არა? ახლა გავარკვიოთ ამათი საწყობი სად არის და მოვიპაროთ. აი, მოვედით. ეს ასაზღობი? ხო, და რანაირად გაიგე რომ აქ იყო? ჩემი წყაროები მაქვს მე. წყარო? დინარეები იყიდე? გაიოს ხანდახან იმდენად დებილი ხარ, აქამდე ცოცხალი როგორ გადარჩი ვერ ვიგებ. ჩემი წყარო ანუ ინფორმაციის მომწოდებელი. დინარე რანაირად გაწვდეს ინფორმაციას? გაიოს, შეწყვიტი აზროვნება, თორემ კესური გეფიცები. ეგ რაებია? ეს ხმაჭა იდეებია. ჩემმა წყარომ მითხრა, რომ მაღაზიაში მისვლა სჯობდა საწყობი გამექურდა. მაღაზიაში სიგნალიზაცია უყენიათო, საწყობში არა. და არავინ არ იცავს აქაურობას? კი მითხრა რევაზამ რომ დაცვა ყავთო, საკმაოდ საშიშიო. ხო და იარაღები მაგიტო წამოვიღე ზუსტად. წამოცა.
რევაზა, შენი წყარო პაპუა შენია? გაიგეო სამშვიდი. მოკლედ მე შევალ. შენ აქ დარჩი და თუ რამე საეჭვო შენიშნავ სიგნალი მომეცი. უიცა რა სიგნალი მაგაზე არ შევთანხმდეთ? მოკლედ თუ პოლიცია გამოჩნდება, ეგრევე შარვალი გაიხადე და საკუთარ ტრაქზე ატყაპუნე ხელი. აუ ძალიან მაგარი იყო. გაგზავნოთ. ეს მაგარი იყო, ვერ შეიკარე. ხო, თან კარგად უნდა ატყაპუნო, ეკო უნდა გავარდეს, რომ შიგნითაც მომწდეს მე ხმა. ბიჭო, რამე ინდაურის ხმა რომ გავაკეთო? აი, ჩემი იდეა ჯობდა. რანაირად ჯობდა? ჯობდა რომ გეუბნები. შევედი მე ნუ მაყვირებ, ვინმე ხმა არ გაიგოს. და პოლიცია თუ გამოჩნდა შენი ტრაკი არ დაინდო იცოდე. კაიო. დებილი ვარ ის ესე. არ ჯობდა მე გარეთ დავჭანილიყავი და აიოზი შემომიშვა. თან რევაზამ დაიდასვა ავტო მაგათო. მანე შენერი საბა, ვერანაირ დაცვას მე აქ ვერ ხედავ ძმაო. ესე იგი დღეს ეზარებოდა ჩათლახ კურიერს მოტანა ხო? აგერ საარში ხო კარტები? ესენი რაებია ჩათლახი დიალოგები. ვაფშე ყველაფერს გავზიდავ ძმა. ვაიდე. ვიღაცას გავამელოდებ. თმები დღლეზია. ვა, ელიგაცი. ამტოვა. ელიგაციებიცი. მართლა სერიოზ მე როტი არის. გაგზავნოთ. ზული დაცვა ყოლიათ, მაგრამ საარში ხო კარტების დათრევა მაინც მოასწარი. საღოლ როსტომ, ძალიან კაია მე ძმაო, ამის მეტი, რა ვიცი, კორონას დროს საავადმყოფო ავაშენე თარსულაში 2 დღე ნახევარში. დამკვეთი გამყლევდა ძმაო, შევიყოფილხარო. ხო, ძალიან კარგი. წადი ახლა. თმები რო არ მქონდეს დათხრილეზილი ამაზე მაგრად ვიღადავებდი. მართლა მაგრად გაუკეთებია. ბიჭებს დაურეკე რომ მოვიდნენ. კი, წესით უკვე უნდა მოვიდნენ. რა ხდება დიდ თავრაზეა? ნელა იყავი ბაჭო, ოღმისგან გული არ გაგისკდეს. მაგიდაზე ნახერადევს. პონლიკ თავზე რა დაგემართა? ეს არაფერი, გადავიპარსე რა, ტვინის მუშაობა საუმჯობესებსო. თავი მსუქანცერათიც გიგავს შეჩემა. გონი თავი კი არა მზის პანელია, ტელეფონს დამატენინე პოლიკ. დიდი ამოტრიალებულ კვეცხს გავს, ტიპი ტრაქს გავს, ოღონდ ხვრელის გარეშე. ვაინა გალავა. გამოდი, დაბაგარეთ ძმა. აი ბიჭო, დამშვიდდი, მე რო თავი გადამპარსე დაგავიწყდა. მაგის გამო სტრელკები კი ადამიანიშნავს. რა წარსულს მახსენებ ძმა, გამოდი და გავარკვიო დაბა ყველაფერი. კაი ხო, წამო. სად მიდიოდნენ ეს ბავშვები? ხო, ნახე რა ხისახლი წამოუჭიმავს შენ შვილს. ეს რა არის მაგიდაზე? ეს მგონი ვიცი რაცა, პაჭოს რაღაც ჩათლახური დიალოგები ვუყიდე რა, გასართობი მაგედეს თამაშია, მაგრამ ეს რაღაც სხვა ვერსია აშკარად, ეს მგონი რაღაც იმისავით იქნება, ეს სიმართლიან მოქმედების პონჩი. ასწორებს. მოვსხოთ? რა აზრი აქვს მაო, კარცო თამაშობ, ნერვები გეშლებათ და კარგი ხართ ხოლმე. აუ მიდი მეცხოთზე ვარ, მოვცხოთ, არ გავიქცევეთ არსად. შენ წინაზეც ეგრე ამბობდი ძმა, ახლაც ასე იზამთ. არ ვიზამ, დავაგინო? დააგინე ძმაო. მოკლედ, ვითამაშოთ და ვინც ძმაო თამაშის დასრულებამდე ადგეს და წავიდეს იმის დედავატირე მე. მოსულა. მოკლედ რიგრიგობით ამოვიღოთ კარტი, მე ნიუტონთან გადავა, ნიუტონი შენთან და ასე. გაიძრე ერთი რამ რაც გაცვია ამ დალიე ორჯერ. სულ ესაა ძმაო, აგერ ქუდს გავიხდი. როცა ჩვენ დასალევი რო არ გვაქვს აქ, ანუ რაც არ უნდა ამოვიდეს, უნდა გავაკეთოთ. რამე ისეთი რომ ამოვიდეს? ძმაო დაიწყო, დაგინებულია, უნდა გააკეთო. აი დამშვიდდი, ისეთი რა უნდა ამოვიდეს შენ კიდე. ჩემი ჯერია. აღწერე ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც სექსი გქონია ან დალიე.
რავი ძმაო, შავი პარასკევის აქციაზე. მან ჩეკი არა ნახევარ საქართველოს გქონია. კაი, ანუ ჩემი ჯერია. მიიწიეთ ერთმანეთისკენ ისე რომ სადაცაა აკოცოთ, მაგრამ შეიკავეთ. 2 წუთის განმავლობაში ვინც ვერ შეიკავებს სვამს. ეს რა არის კაცო? ამას თამაშობენ ჩვენი შვილები? დაგინებულია ძმაო, უნდა ქნათ, ან არა და გეწერებათ. რა მინდოდა რა? კაი. ბარო, კაი საკმარისია. ახლა ჩემი ჯერია, ხო? ხა, მიდი, მეშინია. კაი რაცა ეგა. აულოკე რამე შენს პარტნიორს? ოპა. დევი, აქ სასმელი არ გვაქვს, ხო? არა, არ გვაქვს. ნამდვილად არ გვაქვს? არა. ხო და მაშინ ჩვენი დედაც მოყან შემეწეროს მკიდია ძმაო, მე ამას არ გავაკეთებ. მაგარი სერია იყო და საღოროს შემოქმედ მიეგიწე რათიდან რა თქურას ბოროს საინტერესოა როგორ განვითარდება უცხო პლანეტარებმა რო წაიყვანეს მეგობრებო და დღესაც ის ეს იყო მოგეწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ შემოქმედის არხით ჩემი არხით გამოიწერეთ და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში დროებით მეგობრებო